ლუსიც აქ არის. Իրად უნდა მოვიყვანო აქ. და ლუკა მოგესალმებით ჩემო კარგებო, როგორ ხართ? როგორც იქნა მოვიდე ჩვენი მუსა. არა მუსა ხშირად მოდის, მაგრამ ისეთ დროს მოდის ხოლმე, რომ მე არ მცალია. არ მცალია უფრო უბრალოდ ხმაურია. ბავშვების როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? ამ წამს ჩავრდა კამერა 51 წამია. 12 საათია. პირველი დაიწყო. და ლილუს მომესმა უკვე. აფეთქებ აქედან კონკრეტი და ეთქი ვიდეო ჩავწერე TikTok-ისთვის და ვიფიქრე რომ ახლა ჩავწერდი თქვენთვისაც რაღაცა ძალიან ცხელ, ესე იგი ფანჯრები დავკეტე, კარი დავკეტე. ისიც პატარა პანჯერას ვაღებ ხოლმე, ისიც ყველაფერი დავკეტე, რომ ხმაური არ შემოვიდეს. როცა კამერას ვრთავ, მაშინ უფრო კარგად მესმის ეს ხმები, ვფიქრობ იმაზე, რომ ვფიქრობ, რომ ხმაური არ იყოს და კარგად ისმოდეს ჩემი ხმა, ჩემი მიკროფონი და ყველაფერი ჩემი ნივთები ისე მაქვს ჩალაგებული და შემოდებული გარადაზე ზევით. იმიტომ რომ ბავშვები სულ ჩემს ნივთებში ცდილობენ, რომ ჯერჯერობით ლილუს და ლუსის გონდა პაუზება მომიწეს. არა თუ კი გავხდეთ. აქეთ გამოდის ხოლმე ელასთან ერთად ძინავს. აქ იძინებს ჩემთან, მე იქით ვაწვევ. ხან ელასთან იძინებს და რო იყვიძებს ჩემთან მოდის და მოკლედ ვერ გადაწყვიტა ელასთან უნდა დაძინება თუ ჩემთან. თუ გაიყვიძა ჩემთან უნდა. ხანა ესე მოკლედ გითხრათ, ჩემი რუტინა უცვლელია და ვემზადები მორალურად კიდევ ორი აღიარებ რომ ზაფხული უკვე გავიდა და მიწურულისკენ ვართ, ცოტა რთულია. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მომწყინდა. ესე ყოფნა, ძალიან მომწყინდა. ამიტომ მოვიდეს სექტემბერი, მობრძანდეს ველოდებით.
ესეც ასე. სულ ვარდისფერებში გამოვაწყდეს გოგოტალისი. ვარდისფერი, ლურჯიცისფერი, ერთი იასამნისფერი აკლია. ვარდისფერი თმები გამოვიდა. რაღაცა ფილმს ვუყურე. მივხვდი, რომ ცოტა არ მეძინება. ცოტა არ მეძინებოდა. ხო, რა დავკეტე, ყველაფერი ცოტა დაცხა. დამშვიდებული ვარ მე ახლა. მაქვს ხოლმე ისეთი დღეები, როდესაც ყველა ემოციას, ყველა ისეთ ფიქრებს, აზრებს, ყველაფერს ასე ვთქვათ გადავხარშავ. და ბოლოს მოდის ეს შვება, შეგვება ალბათ ესე რომ დავარქვათ. ხო და რაღაცა ბალანსდება ჩემში და ადამიანში ზოგადად. ხო და დაბალანსებული ვარ ახლა მე. ცოტა დაღლილიც ვარ, მაგრამ მაგაზე არ გვინდა. მე მგონი ღამის 12 საათზე ყველა დაღლილია. ხო. ნაცვრის სუნი დგას. ელამ გამოაცხოსა, მამას ბავშვები რომ დაიძინებინ, მაშინ მინდაო, რომ მარტო მევჭამო ესეთი გულის ფორმის ის ვიყიდე. და აი ამ გულის ფორმაში ვაცხობთ. მაღაზიაში რა ვიყავი, ის არ ქონდათ. ის მინდოდა მეყიდა სილიკონის რამე და კიდე პატარა ფორმები, რადგან უკვე ტრადიციად იქცა მოკლედ. ეს ჩვენი ბისკვიტი, ესე დავარქვათ, ბისკვიტს გავს. ხანი ვაცხობ და ხანელა. მოსწონთ მოკლედ და ნოპიერია თან. დილითაც კარგია, საღამოსაც კარგია. დილით ვაცხობ, ან საღამოს. თველას იზარება მევაკეთებ, მაგრამ ელას მაშინ იზარება, როცა თვითონ არ უნდა. ესეც ასე ჩვენი ვარდისფერთმიანი გოგონა. ხატვა მე არ ვიცი და გაფერადება შეიძლება. სხვათა შორის კარგია. არა, ჩემს ძველში კი ვხატავ ხოლმე ის რომ აქვს. ახლა ეს თერაპიისთვის რაღაც. რაც გინდა დახატე, არა აქვს მნიშვნელობა, გეხერხება, არ გეხერხება. თავარია რომ დაბალანსდება. აპროპოს იასამნისფერი თმები მოუხდები და პატარას. ხო, როგორ გაატარეთ ზაფხული? არ ვიცი ესეთი ზაფხული. ბოლო წლებში ახლა დიდად ისეთი ზაფხული მე არ მქონდა, ძალიან მომენატრა რაღაცები, მაგრამ ეს ზაფხული მაინც ყველაზე ჩაკეტილი იყო, ასე ვფიქრობ. ისეთი რომ არსად რო არ წავსულვართ. მაგრამ ნახოთ. დღეს 25-ია თუ 26-ია. 26-ია უკვე. 27-ია. მოვა ახლა სკოლის პერიოდი. და ყოველ დღე მეცოდინება რა დღეა და რომელი რიცხვია. ტელეფონზე კი აწერია ხოლმე გარედან, მაგრამ არ ვაკვირდები. რა დღეა ესეც არ ვიცი. ეს ცუდია ვითომ? თუ კარგია, თუ ცუდია ხო ალბათ. ალბათ ცუდია.
კი ბატონო, იასამნი, თუ არა, იასამნისფერი თმა გოგონას, პატარას. ხო, მაჩვენებ ლელოს. TikTok-ისთვის ვიდეოს რო წერდი, ისე მალიქავიდა 10 წუთი. რაღაცნაირად. ვერ მოვასწარებ. ბოლომდე თქმა. ამდენი ცივი წყლის სმა შედეგიანია, მოკლედ და ჩამიფხრიძა ხმაც, მისიაც ხმაკ ესეთი ხმა და ცივი წყალი არაფრით არ შეიძლება ჩემთვის. ამ გოგოს რა ფერიკაბა ჩავაცვათ, ხომ არ იცით. კარგი მომიფიქრეთ. ყვითელი ხომ არ იყოს შემთხვევით, იყოს ყვითელი. იასამნისფერი თმა და ყვითელი კაბა. არც მწვანე. ვარდისფერი. კარგი. არა ვარდისფერი არა. ეს გადავხედე ვიდეოებს ძველს, ზოგი ყველა რო აღებული მქონდა რაღაცას დავაბრუნებ, თორე არხზე ვიდეოები არ არის, თუმცა მე რო გადავხედე რაღაცები მომეწონა და ის პატარები რო იყვნენ. ძალიან პატარები რო არიან. რა კარგი საყურებელია, ხოლმე ძალიან ტყბები. მოშვები რო არიან. ბაწუყები. კარგი ყოფა მემგონა. მე ამ პეპლებს მოგავაფერებდი. ყვითელი პეპლები. ცოტა გავაფერდეთ. ეს როგორ გამოდის ხოლმე ეს თმა. დახუჭუჭებული რომ ხო შევიღებეთ ხოლმე ტყვა. სალიმ შემღება, მოკლედ მე იგდო ეს ჩემი საღებავი. ისე მიცით რა არის, ზოგადად რატომ არის კიდევ კარგი ვიდეოების გადაღება, თუნდაც დილის რუტინას რო ვიღებდი ხოლმე, ვფიქრობდი ახლა მაგაზე. საღამოს რუტინა, თითქოს აი ერთი და იგივეა, მაგრამ ისე კარგად გეხმარება იმაში, რომ არ დაგეზაროს და არ გამოგრჩეს ძალიან. ხო და დღეს ვფიქრობდი მაგაზე. საღებავი ნაყიდი მქონდა, გუშინ არა გუშინ წინ იყო სალიჩებთან და ისეთი კარგია, რომ შეგყება. ძალიან მეზარებოდა ხალხი ჩემი თავისთვის, აი რას აღარ გავაკეთებ, მაგრამ ძალიან მეზარა მოკლედ. და რომ დამილეკა მოდივარ, მეთქი სალი შემხებავს. დღესაც გემინდოდა რომ გამოსულიყვნენ, მაგრამ ძალიან ცხელოდა და აღარ ვუთხარი. მეც კი მეზარება. ხო, ბოლო დროს ბავშვები, არ ვიცი, ზოგადად იცით, პარკში დღეს არ წამიყვანია, ეს ორი დღე ძალიან დავიღალე, ცხელოდა რაღაცა. დღეს საღამოს ვფიქრობდი, იქნებ გავიყვანო მეთქი, მაგრამ აქ გარეთ მოვასხი, წყალი გამოხვიდე, დავფინეს, ის მე ეს რო დავბანე ბავშვები. წყალში იყვნენ და მეთქი ბარემ აბაზანას გავუხსებ ხოლმე და იქ თამაშობენ.
გრილდებიან. არაც არ დავიღალე და მეთქი ლილუკი მომნევა და წამიყვანე. ხო წაგიყვან მეთქი. და ცოტა შევისვენეთ, მაგრამ იქ მოსწონთ პარკში. როგორც თამაშობენ აქ ჩავსვამ ვიდეო გადაღებული მე მგონი. ადგილი რო არ მაქვს რაღაცეებს ვშლი იმ მომენტში როცა რაღაცას ვიღებ და მე არც მახსოვს რომელია. გადატვირთულია მოკლედ ჩემი მობილური და ვერ მოვიცალე რომ რაღაცეები დავახარისხო. რაღაცის წაშლა მომიწევს რაღაცეების. ისიც კაფერდებული. მგონი კარგად გავაფერდე, კაი ფერებია ხო? ზეაკრიაზეlis. რომ მახსოვდება ბავშვობაში ასე დავხატავდი მსეს. ერთი და იგივე ვხატავდი სულ. მახსოვს ჩემი ხელოვნების მასწავლე ხატვის გაკვეთილი მიყვარდა, მიუხედავდი იმისა, რომ ხატვა როგორც ესეთი რომ კარგად ხატავდი რაღაცა. სულ ხატავდი მთებს, ჩანჩქერებს, მდინარეს, წყაროს, რაღაცა ისეთ ბილიკებს, სიმწვანე იყო, სულ მწვანე იყო ჩემი ნახატი. ესე მინდვრებს, პეპლებს, ყვავილებს, ამას ვხატავდი ხოლმე სულ ერთი და იგივე ხო კიდე მიყვარდა სახლები. პატარა სახლების ნახატვა. ახალც მიყვარს. სახლები და ეკლესიებსაც ვხატავდი სხვათაშორის ახლა გამახსენდა. ხშირად ვხატავდი ხოლმე. ეკლესია. მეცეცას იმდენ რამეზე ვფიქრობ. არ ვიცი. როგორ გავაკეთო. ფორმები ავიღო, თუ დასაცმელი შევარჩიო რამე ისეთი. უმეტესობა მშობლები, სადაც არ შევიხედე, რომელს ჯგუფშიც არ შევიხედე, ახლა ჩატში არაფერი არ დაუწერიათ ჯერ, მაგრამ ზოგადად უმეტესობა უარზეა. არ ჩავაცმევთ. თან სანამ რაც არ უნდა თქვან, ახლა სანამ ხელს არ მოკიდებ, კაი ხარისხი ესეთია, მაგრამ რო არ ეცხავ, მერე რა ხდება, როგორი იქნება რიცხვის მერე, ზოგადად ეს უხარისხო ტანსაცმელები რიცხვის მერე არაფრად არ ვარგანდა. ჩვენ ახლა მაგალითად ელას და ლუკას უფასოდ ეკუთვნით ფორმები. მაგრამ რამდენი ეკუთვნით უფასოდ კითხვა გამიჩნდა. მერე თუ ერთი ეკუთვნით თითო სიტყვაზე რადგან უფასოა სავარაუდოდ ასე იქნება მერე გეტყვით. მაინც მომიწევს ყიდვა. მაგრამ თუ უხარისხოა და ფუჭდება, მაშინ ფუჭდება როგორ ხომ უნდა გაირეცხოს. და რა ვიცი. ხშირად უმეტესობა რო წერს ზოგიერთები ესე ეხმაურებიან და პასუხობენ, რომ თქვენც ხა ყველა ბრენდებით დადიხართო და რაღაცა დაგყავთო ბავშვებიო ბრენდებს აცმევთო და არ არის ანუ ბრენდი რა შუა შეჯერერთი რომ ვინ თქვა რომ ბრენდი თუ არის ხარისხიანი ანუ მაგრამ რა ვიცი მაგალითად რასაც ვყიდულობ ხოლმე ბავშვებს ერთი სემესტრი ძირითადად ზედა უფრო სჭირდებათ ხოლმე თეთრი თუ არის და რაღაცა ისეთი იმას უფრო ხშირად ვუცვლი და შარვალი რაღაცა ჟაკეტი იქნება თუ რაც იქნება აუხთ სანამ არ დაუპატარავდებათ სკოლაში არასოდეს რა ვიცი მე მაგალითად უცვლარად და
15 ლარად მშვენიერი მოსაცმელი რამე მიყიდია ქურთუკებიც ესე და ანუ ზამთარში როგორ ჩაიცვამენ ეგეც არ ვიცი ვერ მივხვდი მოკლედ არაფერი არ ვიცი და ამან იცით როგორი გრძნობა გამიჩინა აი რაღაცნაირი თითქოს კიდევ ერთი რაღაც თავსატეხი გამიჩნდა მირჩევნია რომ წავიდე და იყოს მაგალითად დრეს კოდი და ჩვენ თვითონ მაინც ვყიდულობთ ტანსაცმელი მაინც უნდა ვყიდოთ ბავშვებს ხო მარტო სკოლაში ხო არ დადიან ხან სად დადიან ხან სად და ფორმებით ხო არ ივლიან და რა ვიცი ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა დრეს კოდი ეთქვათ სიტყვაზე თუ კი მიზანი იყო ის რასაც ამბობენ რაღაცა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება ან ის რომ ყველას ერთნაირად ეცვას და რაღაცა არ იყოს ეს პრობლემა ნაკლებად რა ვიცი მე ხა დიდად ბავშვები ესე მე არ შემიმჩნევია ყოველ შემთხვევაში ჩემ შვილებს არასოდეს არ უგრძნიან და არ უთქვამს ეხა ელა მაგალითად ელას სულ არ აინტერესებს ვის რაღაცია საერთოდ ელა იმას იცნობს რაც თვითონ მოსწონს და ეს არ ნიშნავს რომ ბრენდები აცვია ან რაღაც ჩაჩაჩული შარვალი და რა ვთქვა რაღაც ის რომ გამოწვევად აცვია თუ ბავშვებს შეუსაბამოდ აცვია მე არ მინახავს და რა ვიცი ახლა მე ამ სკოლაში და სხვა სკოლაც არის მე ერთხელაც არ მინახავს რომ ვინმე შეუსაბამოდ აცვია ახლა არ ვიცი მაღალ კლასებშიც კი არა მინახავს და შეუსაბამოდ ჩაცმა რას ნიშნავს მაგასაც ვერ მივხვდი ანუ ეს არგუმენტები ცოტა ის არის რა მაგრამ დრეს კოდი ახლა დრეს კოდი რატომ ძალიან მომეწონა ეს იდეები წავიკითხე და მე მიყვარს აი ეს თეთრი რაღაცა ლამაზი პერანგი რო აცვიათ ქვედა ბოლოს ელა არ იცვამს შარვალი უყვარს და სახლშიც სულ შარვლები აცვია შორტები და შარვლები ხო და რა ვიცი მე მირჩევნია ეს და ეს ფორმების ის მე მგონია რომ არ გამოვა მაგრამ იქნებ ვცდები ნახოს და დრო გვიჩვენებს რაც იქნება და როგორც თუმცა მე მიმაჩნია რომ ეს არის ახალი თავსატეხი უბრალოდ რაღაცა კიდევ რაზეც იქ ვიღაცები საერთოდ არ შეწუხდებიან სამაგიეროდ დედებს მოუწევთ გამოხდება აქაც რაღაცეები და თუ ასეთი უხარისხო არის თქვენც ალბათ გიყიდიათ რამე ისეთი რომ გარეცხეთ და განასახდები იყო და გინდაც 30 გრადუსზე გარეცხეთ გინდაც ცივ-წყალში მაინც ბუჩდება მსგავსი რაღაცეები არის და თუ ესეთი არის ეს მაშინ რა ვიცი ხელით უნდა გარეცხოთ სივრცით ან თუ დალაქავდება ან რაღაცა რა ხდება მაშინ ყოველ ჯერზე ხო ვერ იყიდი არ ვიცი ზოგადად ხარისხიანი როცა არის კარგად გარეცხავ ლაქასაც ამოიყვან მაგრამ უხარისხოს ვერაფერს ვერ უზო ეს არის ნახოთ ჩემი აზრით ჯობდა რაიმე უფასო წრეები ყოფილიყო ბავშვებისთვის ეს ზოგს უფასოდ თუ სოციალური აქვს უფასოდ და ისე არა უფასოდ ესეც არ მიმაჩნია სწორად თუ უფასოდ არის მაშინ ყველასთვის უნდა იყოს იმიტომ რომ ის რომ ვიღაცას სოციალური სტატუსი არ აქვს არანაირად არ ნიშნავს რომ აქვს საშუალება რომ ახლა ფორმები შეიძინოს რამოდენიმე ზოგს 3 შვილი ყავს ზოგს 4 და მეტიც ხო და ამიტომ არ ვიცი ჯობდა რომ უფასო ყვება ქონოდათ ბავშვებს და რამე წრეები უფასოდ ან რაიმე ისეთი შებეცნებითი ბავშვებისთვის იმდენი რაღაც მოფიქრება შეიძლება რაც მათ განვითარებას და ახარისხიან განათლებას შეუწყობს ხელს ყველას არ აქვს საშუალება რომ ბავშვები ატაროს თუნდაც რაიმე საქმეები რომ არის
ამ სკოლაში გაჭირდა გახანგრძლივებული 200 ლარიო და არავინ არ იყო მსურველი და რა თქმა უნდა არ გამოვიდა და არ შეიქმნა ჯგუფი. მე მგონი თუ არ ვცდები 200 ლარი იყო, არ მახსოვს კარგად. ხო და ესე რა ქნათ ახლა ჩვენ? ვიცით. ფორმები მე მაინც ავიღებ ამ ფორმებს და ნახოთ თუ ვნახავ რომ ძალიან საშინელება არ ვიცი. სავარაუდოდ არ გამოვა ჩემი ინტუიცია, ესე მეუბნება და არ ვიცი. ალბათ შეიძლება იყოს 1 წელი, მაგრამ მე ვეღარ გაკაჩავს ეგ ამბავი. ან შეცვლიან ფორმებს. ასე და ამგვარად. აი რაზე ვფიქრობ მე ღამის დონე ძალიან. აი რაზე ვფიქრობ მე ღამის პირველ საათზე. გეფიცებდი ხა ძალიან მარტივად გადმოგეცით, მაგრამ ისეთი რაღაცა ბუნდოვანი შეგრძნება მაქვს, რომ აი შავქნა ახლა ვუყიდოთ ეს ბავშვებს. დასაცმელები მაინც უნდა ვუყიდო. და რას გვეჩვდით, რას გვებრძოდით, რას გვერ ქაგრეხილებოდით. ერის გასატეხები მიყვარდა ერთ დროს. და ვარჯიშებდი ხოლმე ჩემს მეტყველებას. მივიწყებული ამბები. ასე წავედი ახლა. ცოტა გესაუბრეთ, მოგეკითხეთ. და ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. რა სიახლეები გვექნება. წავაიხალი გუნა. დაისვენებს. ხოლ დავამონტაჟებ ალბათ იმიტომ რომ ესე ბედნიერ დღეს გისურვებთ, უკვე დღე იქნება როცა დავდებ ვიდეოს. ბედნიერ დღეს გისურვებთ კარგ ადამიანებს თქვენი ცხოვრების გზაზე, ერთგულ მეგობრებს. რასაც ჩემ თავს ვუსურვებ კარგს ყველაფერს და რასაც ვისურვებთ. ზუსტად იგივეს გისურვებთ მთელი გულით. რა ვიგეთ.